ცოდვა გამხელილი ჯობს, უამრავ ადამიანს ეს კერძი არ უყვარს, ვიწყებთ შოკ კონტენტს. პატარა ხრიკიც არის, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ ტოლმაში არავითარ შემთხვევაში არ დავუმატოთ კვერცხი. იმიტომ რომ ნიორთან დაკავშირებით ერთ ჩევას მოგცემთ. აქ მთავარი პრინციპი არის, რომ ტოლმა კარგად ჩათუთდეს. ტოლმის მომზადების დროს ყველაზე მნიშვნელოვანი არის თავარი გული გულობდეს და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. შემდეგი ეპიზოდის დროც დადგა. სხვათა შორის წინა ეპიზოდს რო უყურა ჩემმა შვილმა ერეკლემ, ესეთი რჩევა მომცა, რომ YouTube-ზეო მრავლობითიო არ ლაპარაკობენო და ყველაზე ხშირათო მხოლობითით მიმართავენ ადამიანებს, რომელიც კონკრეტულად შენ ჩართე ეს ვიდეო, შენ უყურებ ამ ვიდეოს და კონკრეტულად შენთვის ვაკეთებ ამ კერძს. Რა თქმა უნდა, თუ კარაგა გამოწერილი არხი აუცილებლად უნდა გამოიწერო, რეჰანი კუკინგი და რაც ყველაზე მთავარია, უნდა გააქტიურო ღილაკი, რომ შემდეგი ეპიზოდი რო დაიდება, აუცილებლად შენ ნახო პირველმა და კომენტარებშიც რა თქმა უნდა დაწერო პირველი, მე ვნახე. რაც შეეხება დღევანდელ კერძს, ვაკეთებთ ყველასათვის საყვარელს ვერ ვიტყვი, ცოდვა გამხელილის ჯობს, უამრავ ადამიანს ეს კერძი არ უყვარს, მაგრამ ჩემი ამოცანაა, რომ შეგაყვაროთ და გასინჯოთ მაინც ერთხელ მოამზადოთ და გასინჯოთ. ეს არის ტოლმა. უამრავი სახეობის ტოლმა, სხვადასხვა ეთნოსს გააჩნია სხვადასხვა ნაირი ტოლმა. ხოცავენ კიდევაც მე ჩვენი მეზობლები ვისია ნამდვილად ტოლმა. იმ დღეს სხვათა შორის მე და ლუკა ნაჭყებია საუბრობდით, რომ არც ერთის არ არის და არის ბერძნების, მაგრამ მე ლუკა მოიშველია არგუმენტი, რომ აზერბაიჯანელებს მიაკუთვნეს როგორც საკუთარ წარმოების კერძი. მაგრამ ეს ისტორია შორს წაგვიყვანს, ჯობია გადავიდეთ უშუალოდ კერძის მომზადებაზე და კომბოსტო დაგჭირდება პირველ რიგში და დაგჭირდება ესეთი სამზარეულოს პარკს შესახვევს ეძახიან და რატომ დაგჭირდება ეს პატარა ხრიკიც არის, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ სახლის პირობებში მომზადებისთვის თუ გაქვთ აი ესეთი მიკროტალღური. თუ ესეთი არ გაქვთ სხვანაირი. ესე იგი ვიწყებთ შემდეგნაირად. თუ თავ ჭიდროთ კომბოსტოს და 10 წუთზე ათავსებ მიკროტალღურში. მანამდე გაქვს დრო იმისთვის, რომ თუ გაქვს შავი ლომი სახში, გახსნა, მე დღეს შავი მაქვს, მაგრამ ვოლტიდან უნდა გამოვიძახო შავი ლომის იპა და სულ ცოტა ხანში ისიც მობრძანდება ჩვენს კედლებში, მაგრამ მანამდე როგორც ყოველთვის მე შავი ლომის შავი მიყვარს და დავაგემოვნებ, გავსინჯავ, მივირთმევ შავი ლომის შავს. აია, კარგი. გამოდი. ესე იგი, გავაღეთ კარები. ესე იგი, თავით ზემოთ უნდა იყოს. იმიტომ რომ წინასწარ ამოღრუტნულია ის თავარი ფესვი რაც არის. სანამ ველოდებით კომბოსტოს, მანამდე კომბოსტოში შიგთავსი გვჭირდება და შიგთავსი სხვადასხვა ხორცით მზადდება, მაგრამ უმთავრესი მაინც საქონლის ხორცით და ღორით არის ხოლმე ყველაზე ტრადიციული ეს რეცეპტი. ოდესურ ეზოებში ხშირ შემთხვევაში შეგხვდებათ ხოლმე, იმიტომ რომ როგორც თბილისური და იტალიური ეზოებია, ოდესის ეზოებიც ასე ვთქვათ განთქმულია სტუმარ მასპინძლობით და ერთ-ერთ ოჯახში მივირთვი ეს კერძი და იმის შემდეგ სულ ამ პრინციპით ვამზადებ ხოლმე ტოლმას. ბებიაჩემი ძალიან გემრიელ ტოლმას ამზადებდა და ჩვენთვის ტრადიციული კერძი იყო ხოლმე სადღესასწაულო და თუ თქვენთვისაც არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში კარგი იქნება რომ მიაქტიუროთ პირადად შენი აქტიუროთ და ქვემოთ კომენტარებში დაწეროთ თქვენი რეცეპტი თუ თქვენს ოჯახში როგორ ამზადებდნენ ოღონდ კომბოსტოს და ბულგარული წიწაკით ტოლმას.
კარგი, რაღა ბევრი გავაგზავნოთ, ფარშზე თქვი რა დაგჭირდება და ეხა ერთი ტაფის პრინციპით მივდივართ. ტაფა წინასწარ გახურებული გვაქვს და რას ვაკეთებთ? ცოტა ზეთი აფა კარგად უნდა იყოს გახურებული, ნიორი დროებით გადავდოთ და ვიწყებთ ხახვით. აუცილებლად უნდა წინასწარ მოვთუშოთ ის ბოსტნეული, რომელიც უნდა დაუბატოთ შემდეგ ფარში. მე ესე მიყვარს, იმიტომ რომ დამატებით კიდე გემრიელ არომატს ადლევს ხოლმე. აქ არის ქინძის და ოხრახუშის ძირები, რომელსაც წვრილად უკეპავ, რომ ასე ვთქვათ, ხეხეში არ იყოს შემდეგ ტოლმაში და ყველაფერი თანაბრად მომზადდეს. ყველაზე დიდი პრობლემა ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე არა თანაბრად მომზადებული ბოსტნეული. რაღაცა მომზადებულია, რაღაცა არ არის მომზადებული და არის ხოლმე პრობლემა. ნიორი ესე 4 კბილი ნიორი დავკეპოთ უხეშად, იმიტომ რომ ეს მაინც უნდა ჩაიშუშოს. ნიორთან დაკავშირებით ერთ ჩევას მოგცემთ. თუ დიდად კეპავთ ნიორს და უკვე სადილში და კერძში ამატებთ, შეგიძლიათ ფესვი არ გამოაძროთ, მაგრამ არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში ამზადებენ ისეთ დიდი რაოდენობით ნიორს ხოლმე, აი ხან ზეცას ხავენ, ხან მარილს აყრიან და იმ შემთხვევაში რო არ გაგიმწვანდეს, აუცილებლად გამოაძრე აი ეს ფესვი, რომელიც ნიორს აქვს. კარგი, წითელი ბულგარული, ეს დაგჭირდება როგორც ჩარჩოთ, ანუ ამაში უნდა ჩავტენოთ ფარში, მაგრამ აი ესეთი ბოლოები არ დაგჭირდება და თან ყველაზე მთავარი რაც არის, ესენი უნდა გამოვან თავისუფლად. და რას ვაკეთებ? ესე დროებით გადავდეთ. ესეც მოვაჭერით, ესეც გავათავისუფლეთ და რას ვაკეთებთ? ესე ჩავჭერით, მივაჭერით ესეც, ანუ თავს საბურავი მოვხსენით. სანამ ეპიზოდის ჩაწერას დავიწყებდით, თქვი რომ მოდი აი ორშაბათობით რო ჩაწერა რო გვაქვს ეპიზოდის, ხო არ მოვიწვიოთ ჩვენი, ასე ვთქვათ, გულშემატკივარი ხოლმე, რომელსაც გამოწერილი აქვს არხი და შემდეგ, როდესაც მოვამზადებთ კერძს, მათთან ერთად ხო არ მივირთვათ უკვე მომზადებული კერძი. ეს რაღაც ინიციატივა იყო და შემდეგში დავხვეწობთ ცოტა ინიციატივას და საკანონმდებლო ცვლილებასაც შევიტანთ და დავაანონსებთ თუ როდის, სად და როგორ შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს მიერ მომზადებული კერძის დასაგემოვნება. ნახე, აი ეს ხო ბულგარული წიწაკის თავები ხო მოვაჭერე. ესე გავჭრათ. აი ესე დავჭრათ. და წვრილად დავკეპოთ. ეს შეგიძლიათ თქვენ სახლის პირობებში თუ ხართ, შეგიძლიათ დააბლენდეროთ, შეგიძლიათ გახეხოთ, მაგრამ მე მიყვარს, როდესაც ცოტა ესე უხეშად არის ხოლმე, იმიტომ რომ მაინც ვამზადებ და ეს ძალიან დარბილდება და დამატებით კიდე არომატს მიცემს შიგ თავს, რომელსაც სულ ცოტა ხანში უკვე მოვამზადებთ. ბულგარული წიწაკის წითელის, აი ესე დავკეპეთ უკვე წითელი ბულგარული წიწაკა. დავუმატოთ. შემდეგი ეტაპი არის სუნელების. დაგჭირდება ძირა, უცხო სუნელი, შავი წიწაკა, ანუ პიმპილი. ეს არის გამშრალი რეჰანი, რომელიც ძალიან უხდება და ცხარე წიწაკა. ბევრი არ გვინდა, მაინც არ გავაცხაროთ ძალიან კერძს. ეს კარგად მოვშუშეთ. სუნელებიც რო დავუმატეთ, თავისი არომატი მიცა და შემდეგი ეტაპის დრო დადგა. თავარ ეპიზოდში გამოდის ფარში. საქონელი, ღორი. გამორთოთ ინდუქცია და დავიწყოთ. დავამატეთ. ტოლმაში არავითარ შემთხვევაში არ დავუმატოთ კვერცხი. იმიტომ რომ საერთოდ არაფერ შუაში არ არის კვერცხი ტოლმასთან მიმართებაში. ამ ტაფას თქვენ შემთხვევაში ტაფა იქნება თუ ქვაბი იქნება,
არ ვრეცხავთ, იმიტომ რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აი ეს მიმწვარი რაღაცეები არაერთხელ გამიმეორებია და მithქვამს, რომ მნიშვნელოვანია, როდესაც ბაზას ვქმნით გემოების და მნიშვნელოვანია, რომ ეს გემო შევინარჩუნოთ აი ამის ხარჯს. ესე იგი, აქ არის დაახლოებით 300 გრამი ბრინჯი, რომელიც უნდა მოვათავსოთ ფარში. ბრინჯი. ეს არის ტომატ პასტა, დაახლოებით 70 გრამი. ცოტა მარილი და ცოტა შავი წიწაკა ცოცხლად, არა მოუხალო. და კარგად ამოურიოთ. თუ გარე პირობებში ამზადებთ, როგორც მე ვამზადებ, ის მოხალული ბოსტნეული ძალიან მარტივად გრილდება. თუ სახლის პირობებში ამზადებთ, გააგრილეთ ცოტა და შემდეგ უკვე დაიწყეთ ხელით მუშაობა, რომ ხელი არ დაიწვათ. კომბოსტო გამოვიღე, ეხლა გავჭრათ, გავანთავისუფლოთ სამზარეულოს პარკისგან და ვიწყებთ შემდეგ პროცედურებს. პირველი ფურცელი აუცილებლად უნდა მოვაძროთ. არ გვჭირდება და შემდეგ უკვე უნდა დავიწყოთ ნელ-ნელა ფურცლების აცლა. და ყველაზე მთავარი ჩვენს მიერ შეკვეთილი შავი ლომის იპაც მოვიდა და ვოლტის კურიერმა მოგვიტანა. დავხვდეთ ახლა გამოვართოთ. გამარჯობა. მადლობა. ასევე მადლობა. ესე იგი, ტოლმა გადავახვიეთ კომბოსტოში. ბულგარულებში ჩალაგებული გვაქვს ჩვენს მიერ მომზადებული ფარში და ვიწყებთ კომბოსტოს შეხვეულ კომბოსტოში ფარშის ჩალაგებას ჯამ ქვაბ ტაშტში. ანუ მე ესეთი ავარჩიე და ნახეთ ფოთლები რაც მოგვრჩა, ის ფოთლები დავამატეთ, რომ არ მიიწვას ტემპერატურის დროს ტოლმა. ვიწყებთ ასე ჩალაგებას. ეს პროცესი ჩემი აზრით ყველაზე ესეთია. საინტერესო, ცოტა შრომატევადია, მაგრამ თავარი გული გულობდეს და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ჭიდრო ჩავალოგოთ აუცილებლად და შემდეგ დავიწყოთ ბულგარულების დამატება. აი ესე ჩავალაგოთ, რომ ხორცი არ ეხებოდეს ხორცს და ეხებოდეს ბულგარულის, ასე ვთქვათ, ძირს. ესე კარგად დავამატეთ. ეხლა რა ვშვებთ? აქ გვაქვს ბულიონი წინასწარ მომზადებული. თუ თქვენს გაქვთ ბულიონი, შეგიძლიათ დაამატოთ. თუ არა და უამრავი საშუალება, რომელიც იყიდება წყალში გახსნით, ცხელ წყალში. რეკომენდაციას არ გაძლევთ, რომ ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, მაგრამ გემოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აქ თავარი პრინციპი არის, რომ ეხა ტოლმა კარგად ჩათუთდეს.
აი დამეხმანენ ჩაითუთხოსო. მაგრამ ჩაჩუთდგეს უფრო ჯობია. კაი, დაველოდოთ ახლა ცოტა ხანი, შემდეგ უკვე დავამატებთ პომიდორს და დავამატებთ მწვანილებს. თავსახური თუ არ ეხურება თქვენ გვაქვს, შეგიძლიათ თავისუფლად დაამაგროთ ალუმინის ფირფიტა, რომელიც ტემპერატურას შეინარჩუნებს და დაგეხმარებათ, რომ არ აორთდეს დიდი რაოდენობით სითხე. კარგი, ცოტა ხანი დაველოდოთ და შემდეგ გავაგრძელოთ პროცედურები. ტოლმის მომზადების დროს ყველაზე მნიშვნელოვანი არის სწორად შეარჩიო ქვაბი. იმიტომ რომ დავიწყეთ პატარა ქვაბით, გავაგრძელეთ დიდი ქვაბით. იმიტომ რომ ვერ გავთვალეთ რაოდენობა იმბოსტნეოლისა და კომბოსტოსი, რომელშიც მოვათავსეთ ფარში და მერე მოვათავსეთ ქვაბში. მაგრამ გამოუვალი სიტუაციები არ არსებობს, მთავარია სწორად მიხვდე თუ როგორ უნდა გააგრძელო პროცესი და მე მივხვდი ასე დიდ ქვაბში გადმოვიტანე. ტოლმა უკვე მზად არის და იზღა დაგვრჩენია. ამოვიღოთ თეფშზე, მე მიყვარს წითელი ბულგარული და მიყვარს კომბოსტო. აქედან გამომდინარე ვიღებ წითელ ბულგარულს. ეს მწვანელი ჩავახარშეთ და მე ბოლომდე მიყვარს ხოლმე მწვანელი რო გაჩერებულია და კომბოსტო. ამ ყველაფერს ძალიან უხდება წვენი. და წვენიც აუცილებლად უნდა მოახვედროთ თეფში. და ამ ყველაფერს რაღა თქმა უნდა ძალიან უხდება არაჟანი. აი ესე არაჟანი მოვათავსეთ. და რამ პამ 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 და ვიწყებთ დაგემოვნებას, ანუ გასინჯვას, ანუ მირთმევას, ანუ შოკ კონტენტს. დაგემრელია. ავი როგორი კერძია, იცი? ეხლა ამ პრინციპით ეძახიან ზაფხულის ტოლოს, მაგრამ ჩემი ეს სიცივეში. ცოტა სუსხში ყველაზე გემრიელი მისართმევი რამ არის. და ამ ყველაფერს თან ეხლა რო ჩავაყოლებ შავი ლომის შავს, მერე წამოვწვევი და ვიფიქრე ბედნიერ საქართველოს. აბა შემდეგ ეპიზოდამდე. და რაც ყველაზე მთავარია, ახალი პარტნიორის შესახებ არაფერი არ მithქვამს, მაგრამ ნახეთ, რომ ჩვენი ახალი პარტნიორი არის ვოლტი. რა თქმა უნდა, გამოვიძახეთ შავი ლომის იპა. კარგით, აღარ გავაგრძელებ ბევრს და გემშვიდობებით შემდეგ ეპიზოდამდე. ნახვამდის.